ქალბატონო სუდე, ვინ არის ეს ბატონი? მამა შენია. მამა შენი უმუთ. ბერილ, ერთი ჭიქა წყალი მოიტანე ჩქარა. საყვარელო, მოდი, შენ დაჭეკე. ქალბატონო სუდე. მამა ჩემი მკვდარია. დედა შენთან ერთად. ახალგაზრდობისას ფოტოგრაფს სურათი გადავაღებინათ. ხოლო ეს დარჩა. მამა შენი ცოცხალი და ჯანმრთელია შვილო. ძმაო, ხელი. საყვარელო, ახლა უკეთხარ? ზვირფასო, ვიცი რომ ეს შენთვის მოულოდნელია, მაგრამ დედა შენს გაათავისუფლებენ. ეს ხომ არაჩვეულებრივი ამბავია, შვილო. რისგან გაათავისუფლებენ? ქალბატონო სუდე. ნებას თუ მომცემთ ამ ბატონს ცალკე დაველაპარაკები. ერთი წუთით, უკაცრავად. საყვარელო. ჩვენ ჯერ არ ვიცით რა ადამიანია და მასთან მარტო არ უნდა დარჩე. აქ ისაუბრეთ. არა, ქალბატონო სუდე. წავიდეთ. აუცილებლად დამირეკე. აქ დავსხდეთ. კარიერის დასაწყისში სიცოცხლით სავსე, ამბიციური, ჭკვიანი მსახიობი დემეტ კაიჰანი თავის ბოლო რეპორტაჟში, რა თქმა უნდა, სიცოცხლის ტრაგიკულად დასრულებაზე არ საუბრობდა. დემეტ კაიჰანის დაკრძალვაზე ჰაკან დემირერმა კითხვები უპასუხო დატოვა. ახლა გარდაიცვალა და ყველა მასზე ლაპარაკობს. ხდები რომ ყველა სტატიაში შენს სახელს ახსენებენ. სემისა და თაფის შეხვედრა დაუნიშნა. რეიტინგს იწევენ. არ ამგონია ამაზე უარი თქვენ. არ ამგონია? მამდენი ხნის განმავლობაში ჩემი წყალობით დიდი ფული იშოვეს. თუ საჭირო გახდება სამსახურიდან გავაგდებინებ. ვალდებულები არიან, ასეთ დროს ჩემი რეპუტაცია დაიცვან. შეიძლება მარტო დამტოვა.
გისმენ მელის. ჰაკან, უნდა ვისაუბროთ. რა მოხდა? რა უნდა მომხდარიყო? რამდენიმე დღეა აქ ვარ გამომწყდეული და სტატიებს ვკითხულობ. არაფერს მიხსნი, არ მირეკავ. ძალიან დადვირთული ვარ. ვცდილობ პრობლემები მოვაგვარო. სათხარ სახლში? ხო, კარგი მოვალ. ბავშვობიდან მეგეთყობოდა როგორი ლამაზიც იქნებოდი. ვერც კი ვბედავდი შენთვის შემომეხედა. სინთვრალეში დედას დამცირებას ხომ ბედავდი. პავილიონში ამუშავებდი და ეს არ გაწუხებდა. ახლა ჩემგან რას ელოდები? რა უნდა გითხრა? უნდა გადაგეხვიო? ჩემს წარსულს ვერაფრით გავამართლებ. 11 წლის დავაბლდი. ქუჩაში ავღმოჩნდი. სასმელსაც იქ მივეჩვიე. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ კივილსა და დარდს მიქარვებდა. თქვენმა დაკარგვამ. ყველაფერს მიმახვედრა, თუმცა მე ვერაფერი შევძელი. აქამდე რატომ არ გამოჩნდი? არ გაინტერესებდა როგორ ვიყავით, სად ვიყავით? გამუდმებით თქვენზე ვფიქრობდი. დედა შენთან ჩხუბის შემდეგ რამდენიმე დღე უგონოდ ვიყავი. შემდეგ ყველას ვეკითხებოდი, დაგეძებდით, მაგრამ არავის უნახი ხართ. თქვენზე ვერაფერი შევითხრე. თითქოს მიწამ ჩაგხლაბათ. პოლიცია ხომ არსებობდა? დაქორწინებულები არ ვიყავით. მაშინ კი ეს დანაშაულად ითვლებოდა. დედა შენსაც პრობლემებს შეუქმნიდი. მე ფული არ მქონდა. ამ ხელა ქვეყანაში როგორ ან რანაირად უნდა მომეძებნეთ. დედა შენი გათხოვილა. გვარიც შეუცვლია. სულ მარტო დარჩი. ყველგან მივედი, სადაც შემეძლო. ყველა მცხვირწინ მომიხურა კარი. ბედის წერამ ზურგი მაქცია. ცხოვრება დავინგრიე. თავი დავკარგე. კივილი ყოველდღიურად ძლიერდებოდა. აღარ ვიცოდი რა მეკნა. ცოლი არ მოგიყვანია? შენ ჩემი სული იყავი. როგორ შეიძლება სულის სხეულთან განშორება? უფალს ყოველდღე ვევედრებოდი რომ დაეცავი. ჩემი შვილი ჯამთელად რომ ყოფილიყო. მე კი სისულელეებისთვის თავი დამენებებინა. მე კი ტელევიზორსა და გაზეთებში ხედავდი, მაგრამ არ ვიცოდი. ჩემი ქალიშვილი რომ იყავი. ერთ დღესაც ღმერთმა ზელი გამაჩვენა. ზელიჰა რომ დავინახე, არც კი დავფიქრებულ ვარ, მაშინვე ავტობუსში დავჯექი და წამოვედი. არ გაგამტყუნებ ხელს თუ მკრავ. ღმერთმა შენი თავი კიდევ ერთხელ მაჩუქა. მე ჩემს დაზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი. გეფიცებით. უმუთის მოკლა არ მდომებია. მე როცა დაცვა თავს დამესხა, შემთხვევით მოულოდნელად მოხდა. ეს უბედური შემთხვევა იყო. ძალიან ნანობ. თავი ვერ გავაკონტროლე. ილდა? რა გჭირს, სად იყავი? მუსა ჩავუშვი. პოლიციამ წაიყვანა. რა? დედა ზელიჰა და მამა ციხეში არიან. ეს არის შენი შურის ძიება. შენ რა გაგიჟდი? ჯობდა თავი მოგეკლა, იმიტომ რომ მუსა მაინც მოკლავს ამას რომ გაიგებს. არ გაცოცხლებს. გაჩუმდი. საკმარისია, რა შურის ძიება? ვინმე საკუთარი თავისგან უნდა დაეცვა და ეს მე გავაკეთე.
ჩემთვის მთავარია ახლა დედა გავათავისუფლო. მეტი არაფერი მინდა და თქვენთვისაც სათქმელი არაფერი მაქვს. დედა შენი საიდან უნდა გავათავისუფლოთ? გზაში აგიხსნე. ბატონო მერტ, სასწრაფოდ განყოფილებაში უნდა შევხვდეთ. კაცი, რომელიც მკვდარი გვეგონა ახლა ჩემს გვერდითაა. დიახ. მოვდივარ. დალევ რამეს? არა, მადლობა. ასეთი დაძაბული რატომ ხარ? შენ არ ხარ? ვერ ხედავ მოვლენები როგორ განვითარდა. გითხარი ეს გეგმა არ გაამართლებს მეთქი. იმ ქალმა დაიჟინა და ფოტოები პრესას გადასცა. მამას მეც არ ველოდი. ქალბატონი ემელი ოჯახის რეპუტაციას ყოველთვის უფრთხილდებოდა. რას არ მოვიდგენდი ყველაფერს ასე თუ გაასაჯაროვებდა. შენ ხომ არ გაბრალებს? არა, მეუბნება შენ ამ საქმეში არ ჩაერიო. უნდა რომ ოზანი უმუთისგან იხსნას. მაშინ პრობლემაც არ არის. არ გინდოდა შვილი მამასთან ერთად გაგეზარდა? ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. რა პრობლემაა? რაც დრო გადის, მით უფრო ღრმა ჭაობში ვიძირებით ჰაკან. ეს მაწუხებს, მე ასეთი ადამიანი არ ვარ. არც მე ვარ მელის. კარგი. ახლა ძალიან დადვირთული ვარ. ფიქრობენო დემეთის მკვლელობასთან მაქვს კავშირი. ალბათ უკვე გაიგეს. გავიგე. ძალიან სამწუხარო ამბავია. ასეა. ბატონო მერტ, გამარჯობა. დედას დღეს გაათავისუფლებენ? ჯერ მისი ვინაობა დავადასტუროთ. ყველანაირად ვესდები, რომ დღეს გამოვიყვანო. მოულოდნელი სიურპრიზი იყო. მამა თქვენთან ერთად დამელოდეთ. ცოტა ხანში დაგიძახებთ. მელის მე მატყუარა არ ვარ. ორივე სრულიად სხვა ადამიანებად ვიქეცით. უნდა გესმოდეს ასეთი დაძაბული რატომაც ვარ. უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ჩვენ მხოლოდ საყვარელი ადამიანებისთვის ვიბრძვით. სულ ესა. უმუთისთვის არ მithქვამს, რომ ოზანმა შენთან უღალატა. მაგრამ ოზანი რადგან ასე მოიქცა, თავის ნამოქმედარზე პასუხი უნდა აგოს. შენთვის ტყუილი არ უთქვამს. ვიცოდი რომ უმუთი უყვარდა. ხო, მაგრამ რა იცოდი რომ დაორსულდებოდი. ეს სასწაულის შემთხვევით არ მომხდარა. მელის, შენ აქ დარჩები. თუ წახვალ, უმუთი ოზანს მაინც არ აპატიებს. ეს შეუძლებელია. მაგრამ შენ თუ უარს იტყვი, ბოლო შანსს თუ არ გამოიყენებ, მე ვერაფერს დაგაძალებ. შენი შვილი იმსახურებს, რომ დედაც ყავდეს და მამაც. უმუთი კი ისეთი კაცის გვერდით უნდა იყოს, რომელსაც ის ნამდვილად უყვარს. ოზანი მშვიდად იცხოვრებს იმ ქალთან ერთად, რომელიც შვილს გაუჩენს და რომელიც მისი ოჯახისთვის მისაღებია. ასე ყველა ბედნიერი იქნება. ჩვენ ცუდი არავისთვის გვინდა. დღეს თუ არა, ხვალ
ეს მაინც მოხდება. შენ თუ არა სხვა გამოჩნდებოდა და მაინც დაშორდებოდნენ. ამაში დარწმუნებული ვარ. ოზანი როცა გაიგებს რომ მოვატყუე, აბორტი არ გავიკეთე და რომში დავბრუნდე. ძალიან გაბრაზდება. ბავშვს რომ დაინახავს ყველაფერი სხვანაირად იქნება. უმუც გადაწყვეტილი აქვს დაშორდეს. განქორწინების საქმის საწარმოებლად მინდობილობა ადვოკატს უკვე გადასცა. ოზანს ბავშვის გარდა ვინმე დაამშვიდებს. დაიცადე და ნახავ. ჩვენი ბედნიერებისთვის ლოდინი ნამდვილად ღირს. რას ნიშნავს მიდიხარ? ყველაფერს ჩვენ როგორ ვიტოვებ და ასე, როგორ ან სად მიდიხარ შვილო? ლონდონში რა უნდა გააკეთო? დანაზოგით სასწავლებლის ხარჯებს გავისტუმრებ. თვირთად არ დაგაწვევით. მაგისტრატურაში ვისწავლე. კარგი, წადი, ცოტა დაისვენე და ისე ჩამოდი. რა მაგისტრატურა 2 წელი ვერ უნდა გნახო? შვილო, არ გამაგიჟო რა. როგორ მოვიქცე მამა? დარჩე და უმუთის ცხოვრებას მედია საშუალებებით ვადევნოთ ალყურე. რა სულელები ვყოფილვართ. მუდამ ჭირვეულ ბიჭად თვლიდით. გვეგონა ცხოვრებაში არავინ შეუყვარდებოდა. ჯობდა არ შეყვარებოდა. სამწუხაროა, მელის რა ელოდება. ბავშვი მოიშორა. ძალიან ცუდი. ძალიან სამწუხაროა. ვცდილობდი ხელი შემეშალა შენთვის, შენ კი მიბრაზდებოდი. დედა ძალიან გთხოვ ამაზე აღარ ვილაპარაკოთ რა. თითქოს მე უდანაშაულო ვიყო. ყველაფერს მხოლოდ უმუც აბრალებთ. საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი. შესტომაზე ვუშვებ. უნდა წავიდე. აქ ვერ დავრჩები. ხვდებით? უნდა წავიდე და დავისვენო. წავალ და ჩამოვალ. კარგით. ყველაფერი რიგზია. საქმის წარმოება დავიწყეთ. ჩემი აზრით, საღამოს დედა თქვენს გაათავისუფლებენ. მადლობა ღმერთს. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის, დროებით. დროებით. გილოცავთ. წავიდეთ. ჯობს დავრჩე და ზელი ხავნახო. არა, დედას ჯერ მე უნდა დაველაპარაკო. არ ვიცი ამ ყველაფერზე რა რეაქცია იქნება. შენ უგეთიცი, როგორც გინდა. ამ მომენტს წლები ველოდი. იმედი აღარ მქონდა, მაგრამ ახლა ლოდინი ნამდვილად ღირს. ღამით სად უნდა დარჩეთ? დილით ავტობუსით ჩამოვედი, აქ პირველად ვარ. 1-2 მეგობარი მყავს, რომელთანაც დავრჩები. შენ არ იღელო. კარგი. ბატონო ჰაკან. მერთმა დამირეკა და ყველაფერი შემატყობინა. არც კი ვიცი, უნდა გამიხარდეს თუ არა. ჯერ ვერ გადამიწყვეტია. როგორ ხარ? ეგ ჯერ მეც არ ვიცი. წარმომიდგენია ახლა რას გრძნობ. კარგი აღარ მოგასცენ თუ რამეა? ნებისმიერ დროს დამირეკე. გესმის? და ამას ზრდილობის გამო არ გეუბნები. ვიცი. ბატონო ჰაკან. დიახ. არ ვიცი, მადლობა უნდა გადაგიხადოთ თუ ბოდიში მოგიხადოთ. ამდენი პრობლემა შეგიქმენით. ძალიან ვწუხვარ. რაც შეეხება პრობლემებს, მგონი მე უფრო მეტი შეგიქმენი, ამიტომ ნუღელავ. დაწყნარდი. თქვენ რომ არა ამ ყველაფერს ვერ გადავიტანდი. ძალიან დიდი მადლობა. მე არაფერი გამიკეთებია. ომუ დამიჯერე ნელ-ნელა შენს შეეჩვევი და პრესაში დაბეჭდილ სისულელებს ყურადღებას აღარ მიაქცევ. ჩემი იმედი მუდამ მქონდეს. ხომ გჯერა რომ შენ მიმართ გულწრფელი და მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. კი, მჯერა. ჩემთვის მთავარი ესა. კარგად იხავე. დიდი მადლობა. კარგად. მოდი ალი ძამიკო, მოდი. მოდი და მითხარი ღილებს როგორ წყვეთ ხოლმე. კარგი რა ალი. არაჩვეულებრივი სადილი გავაკეთეთ. ამას ნუ შეჭამ. დილითაც მხოლოდ პური ჭამე. სელდა მეს გითხრა? ძალიან გემრიელი ლობიო გავაკეთეთ.
ღმერთო ჩემო, თქვენ ვინ ხართ? მისამართი ხომ არ შეგეშალათ? რა სიზმარში ვარ? რა ხდება? მას შემდეგ რაც დედასახლში აღარ არის ნორმალურ ადამიანებად იქეცით. გაჩუმდი ისედაც ძალიან გამხდარი ხარ. ცოტა ხანში უფრო გახდები. დედაზელი ხარ კი გვისაყვედურებს ბავშვს როგორ ვერ მიხედეთო. თქვენც უთხარი თუ ასე გადარდებთ ციხეში შენი ფეხით რატომ წახვედითქო? ეს ბავშვი. უმუც არ დაურეკავს არა? არა. პრესას ინფორმაციას რატომ არ ვაწვდით? უმუთის დედა უდანაშაულოა. მამა ცოცხალი აღმოჩნდა. ეს ამბავი ყურადღებას მიიქცევს. საყვარელო არ ვიცი. ჯერ ამ კაცს არ ვიცნობ. ყველაფერი კარგად უნდა გავთვალოთ. სკანდალები არ გვაკლია კარგად იცი. შეიძლება ელოდებოდა რომ მისი შვილი ცნობილი გამხდარიყო და ახლა ამიტომ გამოჩნდა. იმედია ცდებით. რა კარგ ადგილას გავხსენით ოფისი? აღარ ვიცი ვისთვის უფრო ხელსაყრელია, ჩვენთვის, იმ კაცისთვის თუ უმუთისთვის. უმუთის პრობლემების გადამკიდე სხვა საქმეებისთვის საქმე აღარ მრჩება. დიდი მადლობა. რამე პატარა პანსიონი გვენახა და იქ დავრჩებოდი. ძალიან უნდა იხარჯები, არაა საჭირო. არა, აქ მარტივად მოვალ ხოლმე. თან ძალიან ძვირი არ არის ნუღელა. ღმერთო ჩემო. იმისთვის არ ჩამოვსულა რომ ტვირთად დაგაწვე. მინდოდა მენახე და მხარში ამოგდგომოდი. შეიძლება ვერაფრი დაგეხმარო, მაგრამ შენს გვერდით ვიქნები. დილას და საღამოს შეგიძლიათ აკჭამოთ და თუ სხვა რამე დაგჭირდებათ, დავრეკავ და მოგემსახურებიან. ჩემს სანახავად მოხვალ. ხვალ მოვალ. მოსვლამდე დავრეკავ. უმუთი რეკავს. ალო? ელდა. სავარაუდოდ საღამოს სახლში დედასთან ერთად დავბრუნდები. ათავისუფლებენ? რომელს? თქვი, რომელს? და მამა? მგონი მასაც. კი, მაგრამ როგორ? დაიკო, მოწყენილი ხმა გაქვს, მოხდა რამე? დაიკო, რა მოხდა, მოგვიყევი? ძალიან უცნაური რაღაც მოხდა. რა მოხდა? მამა ჩემი. მამა ჩემი გამოჩნდა. არ მომკვდარა. ზურბაზო. რა კარგია რომ მოხვედი. მაპატია ასე დროს აქ რომ მოგიყვანე. რა სისულელეს ამბობს საყვარელო. დამშვიდდი, კარგი? ზელიში ამ მდგომარეობაში რომ დაგინახავს ძალიან ინერვიულებს. არც კი ვიცი ეს როგორ უნდა ავუხსნა. ეს ამბავი როგორ შევატყობინო? როგორ ვუთხრა რომ მთელი ცხოვრება ტყუილში გაატარა და თავს ტყუილად იტანჯავდა. ზაფერის პატიება არ შეიძლება. მამა შენი სად არის? უცნაურად ჟღერს არა? სასტუმროში მივიყვანე. იცი მასთან გონებაში რამდენჯერ მიკამათია. რამდენჯერ გავბრაზებულ ვარ, მომნატრებია. ახლა კი რომ დავინახე, არ ვიცი, ვერაფერი ვქენი. მას შემდეგ რაც გავიგე, სულ ამაზე ვფიქრობ. ახლა მოულოდნელად დედა ჩემი ან მამა ჩემი რომ გამოჩნდნენ, რას ვიზავდი. ამაზე ფიქრიც არ მინდა. მაინც თითქოს ხვის ცხოვრებას ვადევნებ თვალყურს. ყველაფერი ძალიან უცნაურად მეჩვენება. ერთი წუთი დალო? დიახ, ბატონო მერტ, ახლავე მოვალ. კარგი. წამოდი, გველოდება. იცი, მულსა დაუჭერიათ.
ხო, ვიღაცამ მისი ადგილსამყოფელი გასცა. ვინ? არ ვიცი ხალე. გაზეთი მაინც მომიტანე, წავიკითხავ. მთელი დღე აქ ამ ქალს უყურებ, მარტო ნამდვილად გავგიჟდები. რა ხდება? სად მიყავთ? სად მიყავთ? კარგად შემომხედე, კარგად. ხედავ? ჩემმა ჩვენებამ ორივე გვიხსნა. დედა, შვილო. დედა, ხომ კარგად ხარ? კარგად ვარ, შვილო. უმუტეს როგორ მოხდა, როგორ მოახერხე? როგორ გაგვათავისუფლე, შვილო? რა გააკეთე მითხარი? დედა. სინამდვილეში შენ არასოდეს არაფერი დაგიშავებია. ის აქ არის. ვინ? მამამისი მოვიდა ზელიში. ბატონი იუსუფი ცოცხალი ყოფილა. მე ბევრჯერ გითხარით, მაგრამ არ მიჯერებდი. ღმერთმა დაგწყევლოს. ღმერთმა დაგწყევლოს. დედა გეყოფა. შენ მეცხოვრება დამინგრიე. დედა ძალიან გთხოვ დამშვიდდი. ასე მოგცევა როგორ შეიძლება. მოერიდე. დაჯექი ზელიში. მოდი, დაჯექი. უმუთ წყალი მოიტანე, ან მე მოვიტან. მოიცადე. კარგად ღარ? საყვარელო. გონია წასვლა მიხარია? ჰაკანთანაც დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. პროდიუსერები უნდა მოვიზიდოთ. ეს წვეულება არაჩვეულებრივი შანსია ჩვენთვის. ვისთვის? მეთე ძალიან გთხოვ. გულს მტკენ. მე შენთვის ვცდილობ, ვწვალობ. შენ კიდევ რას მეუბნები? Yalnız da kalmıyorsun. დამხმარე ქალი სახლშია. ქალბატონო გულჯან მე მივდივარ. ბატონ მეთეს ყურადღება მიაქციეთ. კაცი ცოცხალი ყოფილა და ჩვენ ამ საქმესთან რა გვაკავშირებს? ჩვენთან რა კითხვები შეიძლება გქონდეთ? ეს საქმე ხომ დაიხურება არა? ყველაფერი ხომ გაირკვა არა? მეტი რა გაუნდათ? ვცდილობთ ეს საქმე რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არა. შეიძლება თქვენი მოსვლა იყოს საჭირო. შორს არ წახვიდეთ. ქალაქიდან არ გახვიდეთ, მალე თქვენი ვაჟი სასამართლო გაიმართება. მუსასი? მუსას რა მოვიდა? იარაღი თავდასხმის ბრალდები დააგავეს. არ იცოდით? კარგი. კიდევ ერთხელ გილოცავთ. დიდი მადლობა. მუსა რატომ დააგავეს? კარგი, ტაქს გამოვიძახებ. სახლში ვილაპარაკოთ. უმუთ. ყველაფერს მარტო მოაგვარებ. პირველი კრიზისი გადავლილია. ჯობია ჩვენთან ერთად არ წამოხვიდე და არ ჩაერიო. ზელიში. ძალიან გთხოვ არ ინერვიულო. Sıkma bu kadar. არა მზადასთან ცხოვრობდი ღმერთმა დასწყევლოს. ღმერთმა დასწყევლოს. გისმენ მეთე. სუდე შენ და გირეკე მაპატიე. ასი მსურეკავდი და შემთხვევით შენთან დამერეკა. Seni aramışım. არა უშავს, ნახვამდის. როგორ ხარ? კარგად. Şu
ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ალბათ შენზე ძალიან იმოქმედა. უმუცხომ ძალიან დაუახლოვდი. ვისწავლე რომ ძალიან არავის არ უნდა დავუახლოვდე. ნუ ღელა, თანაც არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. სუდად არ გამიგო, მეგონა ღელავდი და მეც ამიტომ ავღელდი. ვიცი რომ ჰაკანთან კარგი დამოკიდებულება გაქვს. რას აპირებ? ამ საღამოს არხის წვეულებაზე წახვალ? რას იზამ? სწორედ ახლა ვემზადები. არ ამგონია შენ მოდიოდე, ცუდი ხმა გაქვს. ხო, Doktorlar bir süre daha dinlenmemi istiyor. Bana kalırsa მე რომ მკითხონ უკვე ძალიან დიდხანს დავისვენე. ძვირფასო, ზედმეტი დასვენება საზიანო არ არის. მიდი, ძალები მოიკრიბე, ნამდვილად გჭირდება. კარგი არ მოგასდენ, მოემზადე. ნახვამდის. კეთილი იყო შენი მოსვლა. მადლობა შვილო. მადლობა. ძალიან გვიხარია. მადლობა შვილო. მადლობა. მოდით გოგონებო დედა დავსვათ. ალი. არ მომესალმები შვილო. კეთილი იყო შენი მოსვლა. არ ინერვიულო დედა, გადაუვლის. ქუჩაში გაგდებული ძაღლივით მარტო დავრჩი. რომ არ სხვენოდეთ საკუთარ სახლში არ შემომიშვებდნენ. დედაზელი ჰაგინდა რამე? ხომ არ გშია? ალო, ვილაპარაკოთ? რა გჭირთ? არაფრად მაგდებთ, მე ვის ველაპარაკები? მამა შენგან ვისწავლეთ რას ნიშნავს სირცხვილი. ზედმეტი მოგივიდა. ახლა იქნებ რაღაც შენც ისწავლო. მგონი უკვე დროა. მაგენას მამა ზაფერ. არ გინდა გეყოფა. ჩემს სახლში ასეთ ლაპარაკს როგორ ბედავ? გოგონებო ოთახში წადით. კიდევ პატივისცემას ელოდება. ორ დღეში შენს მხარეს გადაგიბირებია. მე მხოლოდ ის მოვუყევი, რაც რეალურად მოხდა. რა უნდა დამემატებინა? მე ყველაფერი თქვენს გამო გავაკეთე. tamam mı? ჩემო ძვირფასო. ჩემზე გაბრაზებული ხარ არა? ის კაცი ცოცხალი რომ არ ყოფილიყო. ვინიც ის რამდენი წელი იქნებოდი ციხეში. რამე მაინც აგეხსნა. დამტოვე და წახვედი. აღარაფერი ამიხსნა ახლა. არ მინდა. კარგი არ დამიმარხავს, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ მოკვდა. კალი დაარწმუნე რომ მკვლელი იყო. ამდენი წლის განმავლობაში სინდისი ქენჯნიდა. ახლა ასე იცავ თავს? მისი დაკარგვის მეშინოდა. თუ ღმერთი გწამს. მისმინე შვილო. გავფრთხილე, უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდე. იმ ადამიანთან შედარებით ნამდვილი ანგელოზი ვარ. გისმენ. კარგი. მეგონა არ გამოხვიდოდი.
მაინტერესებს ახლა რისთვის მოხვედი. მზად ვარ განქორწინების საბუთებს ხელი მოვაწერო. ამიტომ მოვედი. არაფერს მეტყვი. ამაზე ხომ ვილაპარაკეთ. კარგი. ადვოკატს დაველაპარაკები და მერე დაგირეკავ. დედა, რა ქენი? ალის დაელაპარაკე? Uzattınız mı Ali'yi? ჩემო საყვარელო. მოდი. როგორც ყველას მასაც დრო სჭირდება. ყველაფერი მოგვარდება, ძველებურად ვიქნებით. ჩემო საყვარელო. შენ ჯერ შენი იარა გაქვს მოსაშუშებელი. ვიცი ამ იმედს ებღაუჭები. არ მინდა ოცნება დაგიმსხვრიო, მაგრამ დედა ძალიან ნანობს. Yani რომ ნახო ისეთი დაჩაგრულია. öyle masum. ხომ შეიძლება შეცდომის გამოსწორება მართლა უნდოდეს? არა მგონია. ღმერთმა ქნას ასე იყოს. იმედია კარგ მამობას გაგიწევს. ძალიან გთხოვ, მაინც ფრთხილად იყავი შვილო. მე შენია კიდევ ერთხელ არ გატკინოს გული. 3 წლის ვიყავი. მეზობლის ბავშვის თოჯინა ძალიან მომეწონა. მან კი არ მომცა. ხელი მკრა, მამამ ეს რომ დაინახა, რაც ფული ქონდა, მოიღო და თოჯინა მიყიდა. ასე არ იყო? მართალია. მაშინ დაბაში ვიყავით. და ცენტრში წავიდა 2 საათის სავალზე. იმ ღამეს იქ რომ არ ყოფილიყავი ან მოკვდებოდი, ან ხეიბარი დარჩებოდი. იმ კაცისგან გიხსენი, ასე არ არის? Kurtarmadın mı? ზაფერ. თავი ისე მტკივა ლამის არის გამისკდეს. არაფრის ძალა აღარ შემრჩა. ღმერთს მივანდე შენი თავი. მე შენს გასამართლებას არ ვაპირებ. ღმერთი გაგებინებს პასუხს ყველაფრისთვის. ყველაფრისთვის დაიშჯები. მე სათქმელი აღარაფერი მაქვს, უბრალოდ სანამ გავშორდებით ნორმალურად მოიქეცი. მეტი არაფერი მინდა. სხვა არაფერი.
წადი ზაფერ. კარგი. გამქორწინდეთ. წინასწარ გაფრთხილებ. ის კაცი ისე გაგამწარებს, მე მონაგონი ვიქნები. დასახმარებლად დამიძახებ, მაგრამ გვიანი იქნება ქალბატონო ზელია. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. კეთილი იყო შენი მოსვლა. დრო არ დავკარგოთ და ერთად ვისაუზმოთ, კარგი? შვილო, ისედაც ბევრი ხარჯი გაქვს. სტამბოლში ცხოვრება ძვირია. სიმითი და ყველიც გვეყოფა. საუზმე რა საჭიროა. ზედმეტ პრობლემას ნუ შეიქმნი. ჩემი სამუშაო განრიგი მუდამ იცვლება. ამიტომ როგორც კი შანსი მომეცემა, მინდა რომ დრო თქვენთან გავატარო და უკეთ გაგიცნოთ. Sizi daha iyi tanımak için. მამას ვერ დამიძახე. პრეტენზია არც მაქვს, მაგრამ თქვენობით მაინც ნუ მომართავ. წამომყვები? ღმერთმა დაგლოცოს. მე შენ გამო სიკვდილისთვისაც მზად ვარ. სადაც არ უნდა მთხოვო ყველგან წამოვალ. დილამშვიდობის. ჩაი მზად არის, დედა ზელიხა, მოგიტანო? დილიდან ხმაური რა უბედურება, რა ხდება? ძინავს ვერ ხედავთ? ვცდილობთ როგორმე გაგაღვიძოთ, მამა. კაფეს რა ბედი ეწევა? ჩვენ ვამუშაოთ? იგითი ხომ იქ არის? მე მაქვს საქმის არაფერი ვიცი. თავი უნდა შეიწუხო და კაფეს მიხედო. ნახე, რანაირად მილაპარაკებიან? თითქოს უსაქმორი ვიყო აქ. მისმინეთ, წესიერად დამელაპარაკეთ. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ჩვენ იმავეს გთხოვთ. ამ ოჯახმა დღემდე თუ მოაღწია, ამ ქალის წყალობით. ახლა პასუხისმგებლობის შენს თავზე აღება მოგიწევს. დედა ზელიხას აღარ დაგაჩაგვრინებთ. მე მიპირისპირდებით, არა? ხო, სანამ თვითონ არ მიხვდები, რომ ამ ოჯახის უფროსი ხარ, მანამდე შეგახსენებთ. საკმარისია. ჩაი მომქონდა. არ შეწუხდე. მე მოვიტან. არ ინერვიულო. მამა ცოტა ხანში კაფეში წავა. გვერდით არავინ მყავდა. ამიტომ იძულებული ვიყავი ძლიერი ყოფილიყავი. არ ვიცოდი რეალურად რა ხდებოდა, ამიტომ დედა მუდამ სუსტი ადამიანი მეგონა. მის შექმნილ ოცნებებში ვცხოვრობდი. სიმართლე რომ გავიგე ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა მისი კარგად მესმის. შენზე ისეთი წარმოდგენა შემიქმნა, რომ მეგონა ჩემი მფარველი ანგელოზი იყავი. ფიქრობდი, რომ 60-დან მიყურებდი. და მუდამ გვერდით მედექი. ყველაფერს გიყვებოდი და გიზიარებდი. ჩემი მესაიდუმლე იყავი, არ ვიცი, თითქოს ძალას მაძლევდი. თითქოს შორიდან მეხმარებოდი. ახლა აქ ვარ. ნება მომეც ისევ შენი მესაიდუმლე ვიყო. მთელი არსებით, მთელი ჩემი სიყვარული ჩემს გვერდით ვიყო. მე მეშინია დედა მართალი არ აღმოჩნდეს. არ მინდა კიდევ ერთხელ გამიცროვდეს იმედები. ამ ქვეყნა ჩვენს გარდა არავინ მყავს. ახლა უკვე შენი საქმეა, როგორ მოიქცევი.
ზელიჰა. როგორც იქნა მოხვედი. ნუ გეშინია მოჩვენება არ ვარ. ფერი დაგიკარგა. ხომ იცოდი რომ აქ ვიყავი? ამას ჯერ ვერ შეეჩვიე? კივილი კიდევ მაწუხებს ხოლმე. აქ წარსულზე სალაპარაკოდ არ მოსულ არ იუსუფ. მართალი ხარ? წარსულზე რაღა უნდა ვილაპარაკოთ? ცხოვრება უნდა განვაგრძოთ. მომავალზე ვიფიქროთ. ვაღიარებ შენგან ასეთი მოქცევა და ვიმსახურე. ეს აქ სალაპარაკო თემა არ არის. სადმე წავიდეთ და იქ დავილაპარაკოთ. გეფიცები მუცლის ტკივილი დამეწყო. 10 დღეა შენი ნახვა ვერ შევძელი. მიკვირს დღეს როგორ შეძელი მოსვლა. რა მექნა? მაიძულე. რა თქმა უნდა გაიძულე. მომინატრე. მგონი შენ საერთოდ არ მოგნანტრები ვარ. რაო ქალბატონო უმუთ, მამა ვიპოვნეთ და მეგობრები დავივიწყეთ? რა გითხრა ჰალე? ვცდილობ კარგად გავიცნო. ნუ მიბრაზდები ძალიან გთხოვ. საყვარელო ასეთ რამეზე როგორ გაგიბრაზდები? ხომ ვხედავ თვალები როგორ გიბრწყინავს. თქვენ შორის არსებული ყინული გადნა. მითხარი, როგორი ურთიერთობა გაქვთ? შენი აზრით შეიცვალა? არ ვიცი. მე შენია იმედი არ გამიცრუდეს. მაგრამ რაც დრო გადის ვრწმუნდები, რომ ისეთი ცუდი ადამიანი არ არის, როგორც მასზე დედა მიყვებოდა. მაგალითად არ ცდილობს თავი შემაცოდოს. სადილზეც ძლივს დამყავს ხოლმე. ახლა დაიჟინა სამსახური მიშოვნეო. უნდა რომ რაც მასზე დავხარჯე დამიბრუნოს. მართლა ისეთი რომ იყოს დედა როგორც ახასიათებდა, ფულს არ მომთხოვდა? ხდება რომ შეცდომა დაუშვა და ნანობს. მე რომ მიყურებს, თითქოს შინაგანად კანკალებს. გრძნობ რომ განიცდის. არა მგონია მატყუებდეს. იუსუფ, ძალიან კარგად გიცნობ და ახლა ისიც კარგად ვიცი, რომ ჩემს ქალიშვილს ღაბრებს უყვები. ზელიჰა, ტყუილად ნუ მადანაშაულებ. მომისმინე, ძალიან გთხოვ. სულ ცოტათი მაინც თუ მცემ პატივს. ჩემს ქალიშვილს ცხოვრება აღარ დაუნგრეო. ძალიან გთხოვ. შენის ჯერა და იმეც ნუ გაუცრუებ. ცხოვრება ისედაც სასტიკად მოექცა გოგოს. შვენივრად ვიცი რაც გინდა, მაგრამ იმდენი ფული ჯერ არ აქვს შენ რომ გგონია. როგორ თუ არ აქვს? ასეც ვიცოდი. ძირფასო, ჩემი ქალიშვილის ფული არ მაინტერესებს. მე მხოლოდ მასთან მინდა ყოფნა. ადამიანს, რომელსაც ფულის გარდა არაფერი აინტერესებს, არც ღმერთის ეშინია და არც სიყვარული შეუძლია. უმუთმა მუშაობა რომ დაიწყო, ვალების აღება მოუხდა. საკმაოდ დიდი ვალი აქვს. მომისმინე, რაც კი შემეძლება მოვაგროვებ და მოგცე მოღონდ აქედან წადი. მინდა სამუდამოდ ახსოვდეს, რომ მოსიყვარულე მამა ყავს. გინდა შენმა ავანტიურისტმა ქმარმა და მისმა შვილებმა ჩემს ქალიშვილს ფული გამოსცალონ. მე კი მომიშორონ, არა? ჩემს ქალიშვილს თქვენგან დავიცავ. არ დაგაჩაგვრინებთ. ისედაც საკმარისად გამოიყენეთ. იქნებ შენ სახლთან ახლოს რამე მომიძებნო. შეიძლება რამე ვიპოვნოთ. სასტუმროში ძალიან ბევრ ფულს ვხარჯავ. თან იქ მოწყენილია. შენთან ახლოს რომ ცხოვრობდეს, ზოგჯერ შენ მაინც მოინახულებდი და მეც უფრო მშვიდად ვიქნებოდი. რა თქმა უნდა, ძვირფასო. მოვძებნი რამეს და ზელიში რას ფიქრობს ამაზე? არ ვიცი. ყველაფერს ვუყვები. ფოტოებს ვაჩვენებ ხოლმე. მინდა რამე მკითხოს, მისი ნახვა მოინდომოს, მაგრამ არა. მათ სხვანაირი ურთიერთობა გქონდათ. ყველა ის სიმწარე, რასაც გვიყვებოდა, საკუთარ თავზე გადაიტანა. პატიება გაუჭირდება. რა თქმა უნდა, ძვირფასო, არაფერს ვაძალებ.
მიდი, მკითხე. ოზანზე უნდა მკითხო არა? რადგან კარგ ხასიათზე ხარ, მინდა გკითხო, მაგრამ მაინც ვერ ვბედავ. ადვოკატმა საბუთები მოამზადა. დღეს უნდა შევხვდეთ. თუ ისე მოიქცევა, როგორც დამპირდა, ნოტარიუსთან ხელმოწერის შემდეგ დავშორდებით. ადვოკატი მეუბნება, რომ პირველივე მოსმენაზე გავეყრებით. უმუთ, განქორწინება გადაწყვეტილი გაქვს. რა ვიცი, იქნებ არავითარი იქნებ ჰალე. მე აზრს არ შევიცვლი. მასე ნუ ამბობ საყვარელო. ხომ ხედავ, რამდენი წლის შემდეგ მამა შენი გამოჩნდა და მიიღე. ოზანს ასე ადვილად ნუ მოიშორებ თავიდან. მამა ჩემის ამბავი სხვა არის. ოზანმა კი საშინელება ჩაიდინა. ის ახლა სხვა ადამიანია. მე უბრალოდ ნაწყენი კი არა, განადგურებული ვარ ჰალე. მე სორი რამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ოზანთან ურთიერთობას ვერასოდეს აღვადგენ. დობა დავკარგე, ამას კი დრო ვეღარ უშველის. ამიტომ გთხოვ. ძალიან გთხოვ, მასზე აღარაფერი მკითხო. ძალიან გთხოვ, თორემ გული კიდევ უფრო მეტად მტკივა. კარგი ძვირფასო, კარგი. იოსებ, ბოლოჯერ გეუბნები ადამიანურად. ფულს ვიშოვნი და მოგცემ. შენ კი აქედან მოშორდები. არ მოგცემ უფლებას ჩემს ქალიშვილს ცხოვრება დაუნგრიო. იცოდე დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან. მაშინ თუ უბედური შემთხვევა იყო. ახლა ყველაფერს განზრახ გავაკეთებ. ისე რომ არც დავფიქრდები. ჩემს შვილს გეფიცები. დაუფიქრებლად მოგკლავ. მოგკლავ. უმუთის განქორწინება მის რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებს. რა კარგია რომ მითხარი, არ ვიცოდი. თუ სიტუაციიდან გამოსასვლელად რამე იდეა არ გაქვს, ჯობია გაჩუმდე. ცუდი დრო შეარჩიე. მოვიფიქრე. ოზანს ხომ არ ვუთხრათ უმუთის მამის ამბავი. რატომ? პატარა იმედი მომეცა. ვიცით რომ უმუთი ძალიან ამაყია, მაგრამ იქნება ოზანს მივცეთ შანსი. დაუახლოვდეს მამამის ზრამით დაეხმაროს. იქნება მან უმუთზეც იმოქმედოს. ცოტა მოულბეს და აპატიოს. ქალბატონოსულე დაფიქრდით, ყველაფერს მიუხედავად გოგო ისევ ბედნიერია. ნამდვილად ასეა. იქნება ეს კარგი ამბავი, მათ შესარიგებლად გამოვიყენოთ. ხომ იცით რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ. არ ეტყობათ? არ ვიცი. გონი შეიძლება ვცადოთ. რამდენიმე საცვალი, ორი პერანგი და შარვალი ჩავდე, კიდევ რამეა საჭირო. საღამურიც ჩადე. ხომ იცი მუსასის უფთავე როგორ უყვარს. ელდა. ისე მეშინია ლამისა გული წამებიდეს. შენს გეშინია? მუსამ თუ გაიგო რომ შენ ჩაუშვი, წარმოგიდგენია რა სიზამს. შეხვედრის ოთახში რას მიზამს. თანაც მე ამას ჩაშვებას ვერ ვუწოდებ. ის ბატონია. ბატონი ოზანი, თქვენ ბრძანდებით? დიახ, გამარჯობა. გამარჯობა. უმუთის მეუღლე ვარ. ვერ მივხვდი, ვინ დამირეკა, სასიამოვნოა. ჩემთვისაც. და უმუთი სად არის? არ უთქვამს მოსლას თუ აპირებდა. დღეს არ დაურეკავს. მინდა უმუთს სურპრიზი გაუკეთო. სახლში უნდა წაგიყვანოთ. თქვენ სახლში? არ ვიცი მე. უმუთს ასეთი რამ არ შემოუთავაზებია. არ მინდა ტვირთად დაგაწვეთ. მადლობა. წინააღმდეგობა არ გამიწიოთ. რადგან უთქვენოთ არსად არ წავალ. წასასვლელი მაინც არსად გაქვთ. თქვენი ანგარიში დავხურე. ღმერთო, ეს რატომ გააკეთეთ? დამიჯერეთ, უმუცეს ამბავი ძალიან გაუხარდება.
ნივთებს ავიღებ. Allah. ძმაო, დასხედით. როგორ ხართ? სახლში რა ხდება? ყველაფერი რიგზია? კი, ძმაო, ყველაფერი კარგადაა. შენ როგორ ხარ? მე? რა ვიცი. კაფეს ვინ პატრონობს? მამა, მამა. ვუთხარით, რომ საქმისთვის ხელი უნდა მოეკიდა. იმედია. საქმეს არ გააფუჭებს. კაფედან ცოტა შემოსავალი მაინც გექნებათ. არ ვიცი აქ რამდენი ხანი მომიწევს დარჩენა. ან რა მოხდება. არ ვიცი. ჩვენც ვაქცევთ ყურადღებას, ძმაო. ძალიან ნერვიულობსელდა. ძალიან ღელომით უმეტეს აქ. ჰალე. აქ გამომამწყდი ექრწყბენოდეს. გოგონება. დამპირდით. მომისმინეთ. სისულელი არ ჩაიდინოთ და არ გამაგიშოთ. Söz verin bana abiciğim. დამპირდით რომ ერთმანეთს მიხედავთ. Size emanet ediyorum. გარგი გოგონება. იცოდე აქედან მალე გამოვიქცევი. Gelirim და დაგშჩეთ. hak ettim გაითვალისწინეთ. ona göre. ძმაო, პოლიციაში ჰალეს არ დაუბეზღები ხარ. აბა ვინ? ვინ დამაბეზღა? იღითმა დამაბეზღა. არა. მე ღმერთმა ამ სახლში მუდამ ბედნიერი გაცხოვროთ. ძალიან ლამაზი სახლია. ძალიან. Dediğim gibi. როგორც უკვე გითხარით, ეს თქვენი სახლიცაა. გთხოვთ, თავი კომფორტულად იგრძნოთ. სამზარეულოში ყველაფერია. ძალიან დიდი მადლობა, შვილო. მე გავალ. İşe mi? სამსახური? Pek sayılmaz. არა, ჯობია ამ საკითხზე Aslında umutlu da elaboragot. konuşursanız daha iyi olur. რა საკითხზე? Umut უმუთი შენზე არ მელაპარაკება. შენ შესახებ მე არაფერი ვიცი. დაჭყუბრები ხართ? ასეა შვილო. როგორც გითხარით, ჯობს უმუც და ელაპარაკოთ. ყველაფერს მოგიყვებოთ. ნახვამდის, თავი კომფორტულად იგრძენით. ნახვამდის. გამიშვით. ეს შენ სასიკეთოდ გავაკეთე. მაგ ჩემს სასიკეთოდ გამომამწყდი არა? ძმაო, ვერ ხედავ რა გააკეთე. რა გავაკეთე? თვალის ჩინივით გიფრთხილდებოდით. თქვენს გამო ბავშვობა არ მქონია. ბავშვობაზე უარი ვთქვი. ცხოვრებაზე საკუთარ თავზე უარი ვთქვი. ასე მიხდით სამაგიეროს. გრწმენოდეთ. Yazıklar olsun size! გისმენ? გამარჯობა, როგორ ხარ? ძალიან კარგად ვარ შვილო. kızım. 2 საათში მუშაობას ვამთავრებ და მაშინვე შენთან მოვალ. Ben მე სასტუმროდან წამოვედი, შენ სახლში ვარ. haberin var değil mi? უკვე არ გითხრეს? რომელ სახლში? შენ სახლში შვილო. შენმა მეუღლემ წამომიყვანა. უცნაური მომეჩვენა. გითხე და მითხრა, უმუთი აგიხსნისო. Umut anlatırsın დღემდე თქვენ შესახებ მე არაფერი არ მიკითხავს. sana. Ne var? რა ხდება? არაფერი. რომ მოვალ მერე ვილაპარაკოთ. კეთილი იყო შენი მოსვლა. ხომ არ დამაგვიანდა?
ბატონი ოზანი ცოტა ხნის წინ მოვიდა. საბუთები მზად არის? ბატონმა ოზანმა უკვე მოაწერა ხელი. შენი ხელმოწერა აკლია. ნოტარიუსს დაამოწმებინეთ და მომიტანეთ. კარგი. ესე იგი სასამართლოში მისვლა აღარ მომიწევს არა? აჯობებს მოხვიდე, თუმცა შემიძლია სასამართლოში შენი სახელით წავსდგე. ბატონო ოზან, თქვენს თუ არ გინდათ სასამართლოში მოსვლა, ადვოკატს მინდობილობა უნდა გადასცეთ. კარგი. ამ საქმეს ახლავე მოვაგვარებ. ალბათ მამაშენს ელაპარაკე. ველაპარაკე. ვერ ხვდები რის მიღწევას ცდილობ ოზან. ჩემს დაუკითხავად რატომ მოქმედებ? სახლში რატომ წაიყვანე? ან საერთოდ საიდან იცოდი საცხოვრობდა? შენ რა მithვალთვალებ? სუდე მითხრა. ცდილობს როგორმე დაგვეხმაროს. მეც არ ვაწყენინე. ჩვენ ერთად ვეღარასოდეს ვიქნებით ამაზე შევთანხმდით. შენ ხომ დამპირდი ოზან? პირობა მომეცი გახსოვს? თუ მომისმენ აგიხსნი. პრობლემას აღარ შეგიქმნი, პირობას გაძლევ. გაგეყრები. ლონდონში მივდივარ. ერთი წლით მივემგზავრები, მაგრამ შეიძლება უფრო დიდხანს დავრჩა იქ. ჯერ ზუსტად არ ვიცი. სახლი არ გამოვკეტე. როცა გავიგე მამაშენის სასტუმროში ცხოვრობდა, ვიფიქრე, მამაშენის სახლში უფრო კომფორტულად იქნება მეთქი. შენთვის რომ მეკითხა უფლებას არ მომცემდი. დარწმუნებული რატომ ხარ რომ ახლა მოგცემ უფლებას? სანაცვლო ჩვენგან არაფერს ველი. ისედაც ბევრჯერ დავიმცირე თავი. ხვდები. ამიერიდან ვეღარაფერს გამოვასწორებ, ვიცი. სახლი ტყუილად უნდა იყოს და ჯობია რომ მამაშენი იყოს იქ. ასე უკეთესია. როდის მიდიხარ? ამ კვირის ბოლოს. სახლის ქირის ნახევარს მე გადავიხდი. ნება მომეცი მხოლოდ მე გადავიხადო. იცი, ნოტარიუსის ოფისი სად არის? იქ. პოლიციამ აქტიური ძიება დაიწყო. ნაპოვნია მასალები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დემეთ კაიჰანის მკვლელობის საქმე გავხსნათ. აცხადებს პოლიცია. ღმერთო ჩემო. ნეტერას მიაგნეს. როგორ მიაგნეს? ნეტა პორჩი კამერებია დამონტაჟებული. ზაფერ. 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 რა. რა ხდება? ასე მოულოდნელად რას დამადექი? 1 საათია გეძახი. რა ხდება? ისევ ფსონებზე ფიქრობ? არა, ახალ ამბებს კითხულობდი. რატომ მოხვედი? გარეთ გამოდი და მოგიყვები. ზაფერ. ვიცი ჩხუბს დამიწყებ. მაგრამ რა ვქნა? გასაჭირში ადამიანი ეშმაკსაც გაურიგდება. აშკარა რომ კარგ საქმეზე არ ხარ მოსული. თუ დახმარება გინდა, ჯერ წესიერად უნდა დამელაპარაკო. ზაფერ მორჩი. დღეს იუსუფთან მივედი სალაპარაკოდ. მერე? ყოფილი ქმარი მოგენატრა? საერთოდ არ შეცვლილ ხარ, საერთოდ. ნახოს ქალბატონმა უმუთმა რა არაჩვეულებრივი მამა ყავს. ზოგჯერ ღმერთი უსამართლოა. სიხარულისგან ლამისად საშიფრინო. მე კი მინდოდა შენთვის დახმარება მეთხოვა. შეიძლება ეშმაკს გაურიგდე, მაგრამ ის ხომ მაინც ეშმაკია და რა შეცვლის?
მე ხომ სულ გეხმარებოდი. კარგი. თუ გინდა გამიბრაზდი, გამქორწინდეთ, აღარასოდეს ვნახო. მაგრამ ახლა მაინც დაგეხმარები. თუმცა ვინ ვიფასებს? წამოდი დავსხდეთ და მოგიყვები. Замоди. ეს რა არის? კურიერმა თქვენთვის მოიტანა. ჩვენ საყვარელ კაფეში მივედი. ჩაი უნდა მეყიდე. გამყიდველმა რომ გაიგო ცუდად იყავი, ეს ყველაფერი სპეციალურად ჩვენთვის მოამზადა. ისევე როგორც ძველად. ვიცი ნიგოზიც გიყვარს რომ დავინახე ვერ მოვითმინე და ისიც გიყიდე. თავიდან ყოფმანობდი, მაგრამ როდის იყო ბედნიერება ადამიანს ზიანს აყენებდა. რამდენიმე ლებანი ნიგოზის მიღება ალბათ არაფერს გიზამს. ესეც თუ ბედნიერებას მოგანიჭებს გამიხარდება. გამოსაჯანმრთელებლად ბედნიერება გჭირდება ასე რომ ბედნიერებას გისურვებს უდე. ქალბატონო გულჯან. ერთი ჩაის გოზი ცხელ წყალში ჩაყარეთ. შოკოლადია? თქვენთვის არ შეიძლება ბატონო მეთე. რაც მაბედნიერებს ის ზიანს ვერ მომაყენებს. თან ცოტა შევჭამ. გინდათ ბატონო მეთე ძალიან გთხოვთ. გთხოვ, არ შეერიო. მე თუ გინდა ადვოკატს საბუთებს მე მივცემ. გონია მე არ მივცემ. არა ოზან, შენ მიდიხარ. ამიტომ შეიძლება დრო არ გქონდეს. აშკარაა რომ შენც ჩემსავით გადაწყვეტილი გაქვს განქორწინება. შენ რა უნდა გეთქვა? რის თქმას აპირებდი? მოდის გიხდი. არ ვიცი ამას რა აზრი აქვს, მაგრამ აქედან გულდამძიმებული მივდივარ. მუდამ ამ ტკივილით ვიცხოვრებ. ნახვამდის. ნახვამდის. საყვარელო, ნიგოს ნუღარ შეჭამ. გულჯანმა მითხრა. გაგიგიჟებია ქალი მთელი დღე რაჰათ ლუხუმს და ნიგოს ჭამსო. ორი რაჰათ ლუხუმი რას ალაბარაკოა. ვინ გამოგიგზავნა მეთე? მეგობარია თუ მტერი ვერ გავიგე. ბიზაშვილმა გამომიგზავნა თანაც ნიგოზი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. შოკოლადიანი რაჰათ ლუხუმით? ჩვეულებრივი კი არ არის. თურქეთში საუკეთესოა.
იცის რომ ძალიან მიყვარს და ამიტომ გამომიგზავნა. გისმენ, ჰაკან მე მის მინემელის ახლა არ მცალია. წამდა უწუმნო მირეკავ. ახლა რთულ სიტუაციაში ვარ. მე თვითონ დაგირეკავ. მიდიხარ? არა. საქმეები მაქვს. გინდა დაგეხმარო. ლუიგო მახსოვს შენი ბოლო დახმარება როგორ დამთავრდა. გთხოვ, მეორედ აღარ დამეხმარო. ეს უსამართლობა. დემეთის მოკლა არ მინდოდა. გაჩუმდი. აქ არავინა. უბრალოდ მინდოდა დაგხმარებოდი. გგონია ეს ყველაფერი ჩემთვის ადვილი გადასატანია? მხოლოდ მე ვერ დამადანაშაულებ. ზაფერ. იუსუფი ოზანთან ცხოვრობს. როგორ? რა მნიშვნელობა აქვს? ოზანს უნდა უმუც დახმარებოდა. რა არამზადა კაცია? უკვე გასაგებია, რასაც გეგმავს სულელი. ყავა თქვენთვის არ გამიკეთებია. მიირთმევთ? არა, ჰალე, მადლობა. მიდი დალია. მომეცი. რომ გიყურებლა მისა აგავგიშდე. საყვარელო შეეცადე დამშვიდდე. მან იქნებ ყველაფერი მომიყვე და ტკივილისგან გათავისუფლდე. საყვარელო. შვილო იქნება აეროპორტში მაინც გამოყვეთ. საჭირო არაა დედა. გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ჩვენი ვალია დავემშვიდობოთ. მორჩა. მამა, წასვლის წინ მაინც ნუ ვიგამატებთ. თქვენც ხომ ხვდებით რომ ყველას დრო გჭირდება. მოდი. მოდი ჩემო ლამაზო დედიკო.
თავს გაუფრთხილდით. შენს. გისმენ. ოზან. მელისა ჯესთავარ. რამე სასწრაფოა? კი, სასწრაფოა, მაგრამ ტელეფონით ვერ გეტყვი. შეგიძლია შევხვდეთ. ზელიხამ თავისი ლეში გამოგზავნა. ლეში ცხარდა არამზადაც. უნამუსო. არც კი ხრცხვენია. ქალიშვილის სახლში რომ ცხოვრობ. ეთრი აქედან. ჩემს სოლსა და ქალიშვილს დაეპატრონე. და კიდე მე მომტყუნებ, არა? როგორ არ ხრცხვენია? შენი ცოლი კი ნაღა მოკალი. ქალიშვილი კი ამდენი წლის განმავლობაში არ მოგიკითხავს. რომ გამდიდრდა ახლა გაგახსენდა, არა? გაეთრიე. მომწყდი თავიდან. ვიცი რა განზრახვაც გაქვს. გაეთრიე აქედან მეთქი. შენი ქალიშვილის ფული შენ არ გეკუთვნის. უმუცუ არ გამოიყენებ. ჩემს ქალიშვილს არ დაგაჩაგვრინებ. გინდა შენ გამოიყენო, არა? ასეა? ზაფერ? მამა. რას აკეთებ? ღმერთო. რომ არ მოგესწრო მომკლავდა. მომკლავდა შვილო. აქ რა ხდება? შვილო ამ არამზადას არ დაუჯერო. მას მხოლოდ შენი ფული აინტერესებს. ახლა ყველაფერს მემაბრალებს. ისეთი საშინელებები მითხრა სირცხვილით ვერც კი გავიმეორებ. არამზადა. არ დაუჯერო შვილო. საშინელებები სწორედ თვითონ თქვა. ზაფერ. წადი ჩემი სახლიდან. ერთი წუთით. შენ ორი დღის გაცნობილი ადამიანის გჯერა და ჩემი არა? შეიძლება მას არ ვიცნობ, მაგრამ შენ გიცნობ ძალიან კარგად, ზაფერ. ცხენოდეს. მაგრამ შენ არ ხარ დამნაშავე. მე ვარ სულელი შენი დახმარება რომ წადე. მე. როგორც გინდა ისე მოიქეცი. ნახავ რა მოგივა. სულელი. მამა. კარგად ხარ? მამა დამიძახე. კივილს ვეღარ გრძნობ შვილო. ვინიც ის წლების განმავლობაში ამ ადამიანმა რამდენი ტკივილი მოგაყენა. მისი საუბარი გულს მიწვავდა. ჩემში ეჭვის სულ ცოტათი მაინც თუ გეპარება მე ახლა ვეწავალ. არა, რას ამბობ? ზაფერს მართლა კარგად ვიცნობ. სულ ფულზე ფიქრობს. შენ მას ნუ მოусმენ. სისულელეებს ამბობს. კარგად ხარ? მისი წყალობით მამა მიწოდე. ლამისა იმ არამზადას მადლობა გადაუხადო. მელის დამცინი. მითხარი დამცინი. აქაურობასთან აღარაფერი მაკავშირებს, უნდა წავიდე. არ მეუბნებოდი?
თურმე ნელ-ნელა საფლავს მithრიდი. ოზან, ძალიან გთხოვ დამშვიდე. როგორ დამშვიდე? როგორ დამშვიდე მელის? შენ ჰაკანს დაუკავშირდი? მე არ დავკავშირები ვარ. თვითონ მომძებნა. ნება მომეცი ყველაფერი აგიხსნა. როცა გავიგე რომ ორსულად ვიყავი ძალიან ავღელდი. არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. აქ დავბრუნდი რომ დაგლაპარაკებოდი, მაგრამ გამბედაობა არ მეყო და საავადმყოფოში წავედი რომ ბავშვი მომეშორებინა. იმ დღეს იქ ჰაკანი მეგობრის მოსანახულებლად იყო მოსული. რომ გამოვდიოდი დამინახა, დამედევნა. მე კი ვერაფერს მივხვდი, თურმე ექიმს რომ ვესაუბრებოდი, გაიგო ორსულად რომ ვიყავი. მერე ჩემთან მოვიდა. კითხა ოზანმა თუ იცის ორსულად რომ ხარო. დავიბენი, არ ვიცოდი რა მეპასუხა. კითხა ეს ამბავი საიდან გაიგე მეთქი. იქ დავუდასტურე რომ ორსულად ვიყავი. ამას ვერც კი მივხვდი, ძალიან დაბნეული ვიყავი. მერე მითხრა ბავშვი არ მოიშორო. ozan's ბავშვი ძალიან უნდა, უმუც კი შვილის გაჩენა არ შეუძლიაო. Umut'un çocuğu olmayacağını söyledi. მითხრა რომ ბავშვს თუ მოვიშორებდი, უფრო მეტად გადამეკიდებოდი. მითხრა ამის უფლება არ გაქვს, გადაწყვეტილება ozanმაც უნდა მიიღოსო. ისედაც დაბნეული ვიყავი. Bebeği istiyordu. ეს ბავშვი მეც ძალიან მინდოდა და მარტო გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. Veremiyordu. ესე იგი რესტორანში ჩვენი შეხვედრა არ იყო შემთხვევითი. ჰაკანმა იცოდა რომ იქ იქნებოდით. უმუც უთქვამს რომ იქ რაღაცას აღნიშნავდით. ესე იგი უმუთის სახლში ყოფნისას მესიჯებს რომ მიგზავნიდი და მირეკავდი, ესეც არ იყო შემთხვევითი. გინდოდა უმუთი დაეჭვებულიყო და ჩემთვის ეთვალთვალა არა? მერე? იმ ფოტოზე მითხარი. ჰაკანმა კუნძულზე სახლი იქირავა. ესეც წინასწარ დაგეგმა. იცოდა რომ უმუთი დაბნეული იყო. იმ სახლში უნდა წაეყვანა. მერე ეტყოდა გემმა გამასწრო და ისიც იქ დარჩებოდა. მაგრამ უმუთმა დაიჟინა, სასტუმროში დარჩებიო და ამიტომ იძულებული გახდა მარტო დაეტოვებინა. დილით გემისკენ რომ მიდიოდნენ სურათები მაშინ გადავუღე. ვიცოდი რომ ქალბატონი იელი დაგეხმარებოდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი ამ ფოტოებს ჟურნალისტებს თუ გადასცემდა. მოკლედ, მერე შენც იცი. ყველაფერი აირია. ანუ ბავშვი არ მოგიშორებია? დედაჩემმა ყველაფერი იცოდა. ყველანი ჭკუიდან შეიშალეთ? ყველანი გაგიჟდით? ozan. ბოდიშს გიხდი. ჰაკანმა მითხრა რომ უმუთთან მომავალი არ გქონდა. სრულიად სხვა რამეს მიმტკიცებდა. დედა შენმაც რაღაც მსგავსი მითხრა. ეს ბავშვი ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი რომ არ იყოს. ახლა ამ ყველაფერში რატომ გამომიტყდი? სინდის იმქენჯნის. მე ასეთი ადამიანი მართლა არ ვარ. Gerçekten. ქალბატონო მელის, შენთან ანგარიში არ გამისწორებია. მეგობარო, ხომ თქვი? ინტერვიუს არ ვიძლევი მეთქი. ისედაც საკმარისი კომენტარი გავაკეთე. სალაპარაკო აღარაფერი მაქვს. გისმენ ჯანა. უთხარი რომ არ ვარ, მალე უნდა წავიდე. ჯანა, კომპიუტერი გამორთა. საღამოს დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმე.
ქალბატონ დიუიგოს ვერ დაუკავშირდი. დღეს არ იქნება ისვენებს. ბატონ ჰაკანს დამაკავშირეთ. ბატონო ოზან, მე ვარ. ბატონი ჰაკანი წავიდა. სად? არ ვიცი, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მასზე ძალიან იმოქმედა, უნდა რომ ცოტა დაისვენოს. მადლობა სამეთ. მადლობა ბატონო ჰაკანა ხონდის. დროებით. წასვლას ვაპირებდი. კარგი. შენთან სალაპარაკო მაქვს. მშვენიერი ადგილია, ცოტა გავისეირნოთ. რა სიტყვი? ჯანანმა გითხრა რომ აქ ვიყავი არა? არა. მან მითხრა რომ დასვენება გინდოდა. თავიდან ვიფიქრე ნიჩბიანი ნავით ხომ არ გაისეირნებდა მეთქი. შეიძლება სპორტ დარბაზშიც ყოფილიყავი, მაგრამ გამიმართლა და აქ გიპოვე. გამგზავრებას აპირებდი და დაგაგვიანეს. ვინ გითხრა? სულემ. უმოცოდ ხომს. დღეს არა. ხვალ მივდივარ. წასვლა მინდა და ყველაფერი უნდა მოვაგვარო. ჩემთან ყველაფერი მოგვარებული ქონდა. შეიძლება ვილაპარაკოთ. რა ხდება? დედაძელი ხა ჩვენ მამას მართლა ეყრები? ჩვენ ვერ გასწავლით როგორ უნდა მოიქცე, მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, ჩვენზეც იფიქრე, კარგი? დედაძელი ხა. ჩვენ მარტო ვერც მამას გავუმკლავდებით და ვერც მუსას. ანუ იმის თქმა გვინდა, რომ კიდევ ერთხელ ნუ დაგვტოვებ უდედოდ. დალევ რამეს. მას შემდეგ რაც გააკეთე ჩემთან ერთად კიდევ შეგიძლია დალევა. ოზან ვიცოდი რომ შვიდად ვერ ვისაუბრებდით. ჯობს უკან დავბრუნდეთ. სანამ მელის დაველაპარაკებოდი, ვფიქრობდი რომ უსამართლოდ გექცეოდი. მელის? შენ შეყვარებულ მელის? გეყოფა თამაში. შენზე ძალიან ბრაზდებოდი. ვეჭვიანობდი. მაგრამ შენს ადამიანობაში ეჭვი ერთი წუთითაც არ შემპარვია. ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამას თუ იკადრებდი. კუნძულზე წასვლაც კი დაგეგმე შენით არ ამზადავ. მელისთან პირველი შეხვედრის შემდეგ ყველაფერი დაგეგმე. ის ფოტოებიც კი. ეს როგორ გააკეთე აქან? ნუ თუ არ გწვენია. ყველაფერი შენ დაგეგმე. მაიძული ასე მოგცეულიყავი. დიახ. დიახ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვე. რამდენჯერ გითხარი? რამდენჯერ გაგაფრთხილე? გაგაფრთხილე წადი და უმუც მოუყევი. მელისთან რომ უღალატე მეთქი არ გითხარი? ოზან შენ უმუც მხოლოდ გულს დგენ. მართლა? დიახ. მაგრამ ამის ნებას არ მოგცემ. ჩვენი ცხოვრებიდან წადი.
თქვენი ცხოვრებიდან? უმუთმა იცის, რომ თქვენ საერთო ცხოვრება გაქვთ? თუ ამას რომ მოусმენს, მერე გაიგებს აქან. რა სიტყვი? ახლავე მომეცი. გამეშვი, აბადმყოფი ხარ. შენი აბადმყოფი ხარ. აბად ხარ. აბად ხარ. ოზან. ოზან. ოზან.